მოგესალმებით დადგა სამშაბათის საღამოს რის ნახევარი მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგო ყველა ის ადამიანი ვინც განსასწრებაში ინახართ ვინც პატიმრობასაში ინახართ და უცხოეთში მყოფი ქართველი და აი დღეს გიორგობა არის გილოცავთ ყველას დიდი მადლობა ვინც რაღაცნაირად ესეთ ყურად იღეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი მილოცვა მივიღეთ და ყველა გიორგის სრულიად საქართველოს ულოცავ იმიტომ რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა და მიხვდები ხოლმე ამ დღესასწაულებზე თუ რა გვიცავს და რა გვფარველობს მიუხედავად იმისა რომ რაღაცნაირად მაინც ამ გიორგობას იმას ყოველთვის რაღაცნაირად ადამიანები გახარებულები დადიან და როგორ მაინც ხარობთ და როგორ უფალი გვახარებს ხოლმე რა და მადლობა ღმერთს რომ ამ გიორგობასაც კიდე მოვესწარით და მამო გილოცავთ პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მამა დავით ცისქიშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი და თუ შეიძლება მამო რაზე გავამახვილოთ ყურადღება და რა შეიძლება რომ უთხრათ ადამიანებს იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენი ხალხი ხო რაღაცნაირად აი ტყვეთა განმანთავის აი მართლა ტყვეობაში მყოფი ხალხი ვითვათ ჩვენ რაღაცნაირად ბოროტის ტყვეობაშია ყველა ადამიანი და თუ შეიძლება მამო როგორ დავეხსნათ ამ ყველაფერს და ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე მერც გილოცავთ დიდი მადლობა პირადად გილოცავ გიორგი ჩვენი დიდი შემწე წმინდანის ხსენების დღეს და მისი მადლი გვფარავდეს საქართველოს ჯორჯია ქვია რა მისი სახელიდან წარმოდგება ჩვენი უცხოური სახელწოდება და ბოლომდე რა თქმა უნდა ბევრ ამას ვერ ვაცნობიერებ და იმასაც რამდენად გვიცავს ეს წმინდანი და გვეხმარება და ერთმა ნუ მოგვაკლოც მისი შემწეობა მაგრამ ამას დამსახურებაც უნდა ლამაზი თვალების გამო არ მოდის უფლის შეცემა და წყალობა და ხშირად როცა არ ვიქცევით სათანადოდ შეიგრძნობა მისი საჭელი და ის რომ გვაკლებს თავის ზრუნველობას ასე რომ ესეც ერთ-ერთი უნიშნულოვანი ხაზია ჩვენი ყოფის შეხება ტყვეობაში ვიმყოფებით არა რა ითქვა დიახ ყველა ადამიანი რაღაც ბოროტის ტყვეობაში არის და რაღაცნაირად თან ყველაზე ცუდი ის არის მამა რომ ხშირად ვერ გზნობს ადამიანი ამ ყველაფერს და რთულია ეგ როცა ვერ გზნობს ეგ ყველაზე დიდი უბედურებაა კიდე ხო სანამ ახლა ეკლესიის წიაღში არ ჩაუშვებ ღუზას მანამდე ძნელია რომ ეს გაითავისო და გააცნობიერო მე ეწყება ბრძოლები და ამასთან ერთად შემეცნება მე ადის უკვე სიმაღლეზე რომ ძალიან ბევრ სისუსტეს ხედავ საკუთარ თავს ცოდვის მიერ გამოვლინებას და უკვე რაღაცნაირად ხვდები ამჩნევ რომ რეალურად იზალა არსებობს ღვთისაწინააღმდეგო ღმერთის არსებობის დაჯერება შედარებით ადვილია და ის რომ ბოროტი ძალის რეალობა შეეგრძნო ეს უფრო რთულია აქ ბევრი მომენტია არაერთხელ აღმონიშნავს მე პირადად რომ არ ეგეთი გამოთქვა ეს მაგის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო შეტაეგონებინა ადამიანისთვის რომ ის არ არსებობს ასე რომ ეს ზალა ყოველდღიურად მალავს საკუთარ თავს და იცნო იბრძვის ძირითადად ფსიქოლოგიურად აი ცხოვრებისეული გარემოებები ადამიანს უბიძგებს ბრისხანებისკენ სასწარგეთილებისკენ ფულის მოხვეჭისკენ და რამდენი რაღაცისკენ მით უმეტეს 21 საუკუნეა და ძალიან გამძაფრებულია ეს ვნებები მე ესე ვიტყოდი საქართველოში მით უმეტეს ალბათ რთული ქვეყანაა ჩვენი და ჯერჯერობით არ შემდგარი ჯერ კიდევ ვერ გამოვსულ ვართ აი პოსტსაბჭოთა პერიოდიდან დაინგრა თითქოს ის სამყარო მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენთვის მაინც მისი გადმონაში რჩება მე ესე ვიტყოდი
მაგრამ როგორ უნდა ჩვენ თავში როგორ უნდა მოვერიოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალხი ვართ, აი მართლა უნიკალურია და დღეს ელემენტარული ისე მიხაროდა, რომ აი არც ერთ ქვეყანაში გიორგობას მაგალითად დასვენება არ იქნება სკოლებში. ბევრ სკოლაში, მაგრამ ბევრ ღირსეულ სკოლაში ესე დასვენება იყო. ბევრი ადამიანი არ მუშაობდა. ეხლა ესეთი დიდი პატივისცემა წმინდანის მამა არ შეიძლება რომ არ დაგიფასდეს, გამორიცხულია რა და აი თუ შეიძლება მამა, აი ერთობ ეგეც გვიფასდება, რომ აი ესეთი არეულობაში ფოთი ყველაფერია და აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად ადამიანს გადააქვს, მამა. აი ძალიან დიდი ბოდიშით, მამა, ეხლა ადამიანი აი იმდენად გაჭირვებით და იმით მაინც გადის ამ ცხოვრებას, რომ ეს ზეციური სასწაულის და ხელის ჩარევის გარეშე გამორიცხულია რომ შეძლოს რა. აი ნებისმიერი ადამიანი ჯერ ამხელა ბულინგს და ზეწოლას გადის, ხო, თავისი მთელი ცხოვრებისგან, ცოდვებისგან, რა ვიცი, ყველაფრისგან, იგულნყოფებისგან თუნდაც. თუ შეიძლება, მამო, აი ამაში რა გვეხმარება და ჩვენც რომ რაღაცნაირად ჩვენც რომ დავეხმაროთ იმ ჩვენ ცხოვრებას ისე რომ გადავიტანოთ ეს ტკივილები რა. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? ამისთვის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეკლესიის წიაღში უნდა ჩავუშვათ ღუზა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური დახმარე არის მაინც ღმერთი. მე პირადად ხშირად აღმინიშნავს, რომ მართლმადიდებლო ყველაფერთან ერთად არის უარყოფით ფიქრებთან და ემოციებთან გამგლობის ხელოვნება და ცხოვრება ბევრ საფრთხეს მალავს, განსასწრებს მალავს, იმისთვის რომ მოვერიო არა, ღვთისშეწევნა აუცილებელია. არ გატყრდი, არ დაძაბუნდე სულიერად ფსიქოლოგიურად. აღსარება იქნება, ლოცვა იქნება, ზიარება გაძლიერებს აი ამ მიმართულებით და აი ამ ქარიშხას რაღაცნაირად უძლებ. თვითონ ეკლესიის აი ფორმაც რას მოგვაგონებს გემს. ანუ გემი მიცურავს აღელვებულ ზღვაში. და ეკლესია არის ხომალდი, რომ თავი გადაერჩი. აი ამ ხომალდზე ზიხარ. და ამიტომაც თუ აი მადლი არ შეგეშველა ძალიან გაგიჭირდება რომ გაუძლო ამ ქვეყნიურ განსასწრებს, მე ესე ვიტყოდი. ეხა ვიღაცები კი იტყვიან, რომ ეხა რამდენი არა ეკლესიური და ისინი ხო ცხოვრობენ არა. მაინც გააქვთ წლები და ასე და ასე შემდეგ. მაგრამ რა ვიცი, აი ჩემი თვალთაღეთით რა თქმა უნდა რაღაცა კუთხით გააქვთ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ რა გამკლავება აი ამ განსასწრებთან. არის მომენტიც არაერთხელ ალბათ გაგიგიათ, რომ ხშირად როცა უჭირს ადამიანს და განსასწრებელია, მე მიაშურებს ხოლმე ღმერთს, იმიტომ რომ სხვა გზას უკვე ვეღარ ხედავს, რომ გაუძლოს ამ ყველაფერს. ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის გამონათქვამი იყო მახსოვს, რომ როცა კარგად ვართო ღმერთი გაუწდებაო და როცა გვიჭირსო ღმერთო მიშველეო. ასე რომ ეს მომენტიც არის. სად აი როგორ უნდა დავინახოთ, მამო, ყოველ ჩვენ ნაბიჯში ღვთისწყალობა, მამო. იმიტომ რომ ეხა აი ჩვენ მაგალითად აი ჩვენ რო ლაპარაკობთ, ვიღაცა ადამიანს ლაპარაკი ენატრებ. ჩვენ რო დავდივართ, ვიღაცა ვერ დადის. ჩვენ რომ მაგალითად რაღაცა გარეთ თავისუფლებაზე ვართ, ვიღაცა პატიმრობაშია, ვიღაცა სნეულებაშია, თუ შეიძლება მამო, აი ეს როგორ უნდა დავაფასოთ, ეხა აი რამდენი ადამიანი ვიცი იმას დაარდობს, რომ საქართველოში რო არის წყინს და რამდენი ვიცი რომ იმას ნატრობს, რომ ნეტა იქ ვიყო, ხო, სიტყვაზე, ემიგრაციიდან. ო, საერთოდ არის ეგეთი. ძალიან კარგი გამოთქმა რუსული. იქ არის კარგი, სადაც არა ვართ ჩვენ. ხო. ასე რა ფსიქოლოგიური მომენტია. აი, სადაც არ იმყოფები გონია, რომ იქ კარგად იქნები, მე ჩადიხარ იქ და მე ხდები, რომ იქაც არ ახარ კარგად. ასე რომ მინახავს აქ ხალხი ჩამოსული საქართველოში, მე უკან გაბრუნებულა. და ასე შემდეგ, ასე რომ ეს კიდე ცალკე გასაანალიზებელი მომენტია. საერთოდ ერთ-ერთი სათნოება რა არის ქრისტიანული, რომ მადლობდე უფალს არა ყველაფრისთვის. ეს ადვილი არ არის.
ახლა რაც თქვით, ვიღაცა ვერ დადის, ვიღაცას საუბარი ენატრება. ვიღაცას თავისუფლება არ აქვს. ხანდახან ფიქრობ, როგორ უცვლებს ადამიანი იმდენ უბედურებას ხვდება ამ ცხოვრებაში. უცბელად გიკვირს ეს ყველაფერი. რა თქმა აძლევს მაინც ძალას აძლევს რომ გადაიტანოს ეს აი როგორ აძლევს ამის ბოლომდე გაგება შეუძლებელია პირდაპირ უნდა ითქვას ეს ჩვენთვის რაღაცნაირად დაფარული მხარეა მაგრამ იმის ფონზე რა თქმა უნდა უფრო მეტად უნდა დააფასო თუ დადიხარ საუბარი შეგიძლია თავისუფალი ხარ ჯანმრთელი ხარ და ასე შემდეგ ასე რომ ჩვენ ისე ვართ მოწყობილები რომ ვერ ვაფასებთ ადამიანის ბუნება ამგვარია წავიდა ელექტროენერგია მერე დააფასე რა კარგი ყოფილა წყალი არ მონდის თურმე წყალი რამხელა ფუფუნება ადამიანისთვის ფეხზე სიარული გაგიჭირდება მე აფასებ რომ თურმე რასაც შეეჩვია და არაფრად მეიშინებდი რომ დადიხარ და დგეხარ თურმე რამხელა წყალობა ყოფილა უფლის და აი ესე ვართ რა მოწყობილები ანუ მადლიერების განცდაში გზნობაში საკმარისად ვიჭედებით ჩვენ ხო და ქრისტიანობა ამისკენ მოგიწოდებს მაგრამ საქმეზე რომ მიდგები უმადურებით ვართ ურწმუნოებით ვართ. ვერისხანენით ვართ. და რა ვიცი კიდე რა არ შეიძლება რომ ჩამოთვალო. უამრავ რაღაცაში გამოიჭერ საკუთარ თავს და აი ქრისტიანობაც ეს არის რომ ესე გაანალიზო შენი თავი აღიქვა ხო და თუ ეკლესიის გარეთ ახარ ხა ამ ტერმინებით ხა მინდა იწყებს საუბარს ხაც რაც მე თქვი რომ ურწმუნო ხარ, მრისხანე ხარ, უმადური ხარ და ასე შემდეგ იქ დიდად არავინ არ მოიკლავს თავს, აი საკუთარი თავის შემოცნების და ადამიანური ცოდვისმიერი ხარების წინ წამოწევით. და ეხა ერას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად შენ ბუნების შეცნობის კუთხით რჩები პრიმიტიულ დონეს. და თუმეტეს ეხა საზღვარგარეთი რა არის ეხლა? ეს არის გაჯერებული ვერცხლის მოყვარეობის ვნებით ხო ფული და ყველაფერი ამაზე სადაც მადლი არ არის რაც კი ხა დიდად მოიკლავენ თავს ახლა საკუთარი თავის შემეცნების და თუ დროც არ გიქნე დროც სურვილით ტრადიციებიც არ გიწყობს ხელს ხო და მე ერთი სამოძრაობთ რომ სიამოვნება მიიღო ბევრი ფული ისო რომ მე შეიძლება დადგმენ ამ ქვეყნიური ასე ვთქვათ, სიამთკბილობით ნიახური ხო არ ახარ მეორე დამოხვიდია რა. რამდენი ფიქრობს ეგრე რამდენი აზრო? გაჯერდა აი ამ აზროვნებით თანამედროვე სამყარო ხო და აი ამ აზროვნებას მოერიო, მოაშთო, ეს არის ურთულესი ამოცანა. აქაც იდგავს ფეხს ახლა რაც უნდა მაგას ლაპარაკიდა. ასე რომ სადღაც ზოგჯერ მიფიქრია ის ახლა საბჭოთა კავშირი ვახსენე 70 წელი ბევრი უარყოფითი ქონდა მაგრამ 70 წელი რაღაცნაირად აგვაცილა იმას რაც ახლა წამოვიდა რა აი ამ ყოფით განსაცდელებს და ფულით დღესასწაულს და ასე შემდეგ ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემა უბრალოდ ის შეიძლება ითქვას რომ ის რაც არ მოგწონდა საზღვარგარეთ რაღაცა კუთხით აქაც შემოდის და ფეხს იდგას ნელ-ნელა ხო და აი ამის უპირველესი გამანეიტრალებელი არის ეკლესია ხო და ეკლესია ამაზე დიდი ძალა არ არსებობს მაგრამ მართლმადიდებლობა ისე მიაწოდა ისე შემოიყვანო ადამიანის არსებაში რომ აი ამ ნებებს დაუპირისპირდეს ადამიანი ეს უკვე ხელოვნების ხელოვნება გახდა რომ იმოქმედოს აი ამ ქრისტიანულმა მიდგომებმა თანამედროვე თუნდაც ახალგაზრდას ასე რომ გამოსაუბრებელი
რომ მივხვდეთ, ეხლა ბევრი ვერ ხვდება მაგალითად მამაო, რომ აი ეს ქრისტიანული მიდგომა, რომ ყველაზე მთავარი არის და ყველაზე საჭირო მამაო და რაღაცნაირად აქ მოტყუდა მამაო. აი, აქ მოტყუდა და ის სწორედ ყველაზე დიდი რთული ამოცანა ჩვენი ამაში მდგომარეობს, რომ გავაგებინოთ სატყუდება. ხო. იგივე სასულიერო პირების ეკლესიების და რაღაცა კუთხით მეჩვენება, რომ ჩვენ ჩამორჩით. ანუ იმენაზე არ ველაპარაკებით რა, არ ვითვალისწინებთ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომელიც ახლა მოქმედებს თუნდაც თანამედროვე ახალგაზრდასთან. ჩამორჩით და გასაანალიზებელია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არ არის ლამაზი სიტყვები და პათეტიკა. მართლმადიდებლობაზე დიდი არც არაფერი არ ქონია ქართულ ხალხს. და საერთოდ სოფლიოს, და სოფლიოს ახლა. რა თქმა უნდა. მართლმადიდებლობაზე ღრმა, მართლმადიდებლობაზე ბრძნული, ბრავლისმომცველი, რეალისტური პირდაპირ უნდა ითქვას. არაფერი არ. მაგრამ დაანახო, რამდენად რეალისტური შინაარსის მატარებელია ეს კიდე ურთულესი ამოცანაა. მამაო თვითონ ადამიანები არიან ძალიან შეცვლილები რა. აი რაც არ უნდა შესთავაზო, ხო? იმდენად ანუ გონებრივად და ცოდვამ იმდენად მოიცვა და ტყვეობაში ეწეღარო თქვი რა, ტყვეობაში ყავს ადამიანი, რომ ურთულესი ეკლესიაც არისო ესეთი ადამიანისათვის მზად მისაღებად რა. აი ურთულეს პირობებში, აი ანუ თუ დათმობა მოგიწევს, აი ამ ადამიანებთან დღეს რო უნდათ და ისე მოგიწევს ეკლესიის წესების წარმართვა, მას შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს ეკლესია. აი ეს როგორ უნდა დააბანასო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რო ეკლესიამ მაგალითად მიიღოს, ხო? აი ფიზიკურად შეიძლება ვერ გადაიხარშოს მამაო რა, სწორად გამიგეთ, ანუ რას ვამბობ. აი ესეთი ადამიანისათვის ფიზიკურად მზადყოფნა არისო რა ეკლესიაში და სასულიერო პირები, მაგალითად პირდაპირ ზოგიერთი ამბობს, რომ 20 წელია აღსარებას ვიღებ და ისეთი რაღაცა მითხეს, რომ პირველად გავიგე. აი წარმოიდგინეთ მამაო, როგორი დაზიანებული ადამიანი მოდის დღეს ეკლესიაში. ხო. დაზიანებული მოდის, რა თქმა უნდა, მოდის, მაგრამ ვიცი რა არის ჭკვიანური ანალიზით განხილვით, მომზადებით, არა არ არსებობს. წერს აქვს მაგარი ნამუშევარი, მამაო, ბოროტს ხო ხდებით? ხო, ბოროტს ახლა ბოროტი აბარისი ის ბოროტია ახლა და ახლა წარმოედგინე არც თუ იშვიათად აღმონიშნავს მე რომ რა სიმძლავრე უნდა კონდეს და ინტელექტუალური შესაძლებლობა ძალას რომელიც ებრძვის ღმერთს წარმოედგენიაში რომ დაუკვირდე და რამხელა გამოცდილება აქვს რა აი რას დრო გადის უფრო და უფრო აი ზოგჯერ აი გაოგნებული ხარ მისი მზაკრობით ვერაგობით მისი აბა ეხა მაგას დაუკვირდი მისი ხო აი დემონური ჩახოჭუჭებით მე ისეთი არ ვიცი აი როგორ გითხრა იცი აი წლები შეიძლება უყუროს ადამიანს და დააცადოს და მე რაღაც მომენტში აი ეგრევე და კარგად იცის მისის მხარეები მოდუნდება და დაარტყავს და ადრე თუ განის იქნება ანუ ღმერთი დაუშვებს რომ ყველაზე სუსტ წერტილებში ამ კანონს ექვემდებარა როგორც ერის კაცის სასულიერო ფილმ უფრო მეტად იმიტომ რომ ყველაზე მეტად მას ებრძვის ბოროტი და ახლობით სასულიერო პირი რა ის გავსიც აი ფრონტის ხატზე რომ არის და ვინც წინარიგებშია რა ის ხო მიდრეკილია იმის რისკი დიდია რომ პირველი ტყვე იმას მოხდეს რა ეს არის სასულიერო პირის ეკლესიის სახურიც ხო და თან იდეომარები ისე დახვეწეთ იბრძვის ისეთი მოთმინებით მე რამდენჯერაც არ უნდა შემოგიტიოს სულ ეძებს მაინც ახალ შემთხვევას რა მოდუნებას შენს ჩვენი დეპრესიული ფონი ბრისხანება ისე გაჭირვება რა ამას ყველაფერს ხელს უწყობს და ეს ძალიან კარგადაა გათავისებული ხო მაგრამ ნუ მაინც ახლა შეუძლებელი არაფერი არ არის უფალზე ძლიერი ეძალა არ არის და ცხოვრება ყველა ვითარებაში ყველა დროს არის შესაძლებელი უბრალოდ კიდევ მაგრამ ახლა უკვე დრო დადგა რომ
რაღაცა სხვანაირად ვილაპარაკოთ რა, სხვანაირად მივუდგეთ ადამიანებს. მიმღებლობა გქონდეს ერთმანეთს. ყველაზე მთავარია, მამო. რით ვერ შეიკრა, მამო, ისწრე 2 მილიონი კაცი ვართ ეხა საქართველოში. უბრალოდ ხა ეხა მე არ ვიცი ხა რამდენად პოლიტიკურად თუ რაც არა და როგორც არ უნდა ჩათვალონ. ადამიანები ვართ, მამო, ერთმანეთს ვეღარ უგებენ ადამიანები. ფსიქიკა აქვთ დანგრეული, მამო, აი გეფიცებით ყველაფერს პაციენტებად იქცნენ ადამიანები. თუ აი შეიძლება სერიოზული პრობლემის ქვეშ იყოს და ჩვეულებრივად დადიოდეს და რაღაც ამ დროს შეიძლება ფსიქიკური პრობლემები ქონდეს. სერიოზულად და ეს გეუნებით 70 და 80%-ზე, მამო. ძალიან ცუდ დღეშია ერი თვითონ ფსიქოლოგიური თქვენ ერთხელ თქვით აქ, რომ მთელი ის უნდა ჩავატარო რა, დაკითხო, რომ ეს ფსიქოლოგიური ერის მდგომარეობა პორტრეტი რომ გამოიკვეთოს კონფერენცია შეიძლება დიდი მოეწყოს რა, ერის იქ მოზარდები როგორ შეიცვალნენ, ახალგაზრდები, ანუ ხა წარმოიდგინე შენ რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რა და რამდენი იდეა, რომელიც არის განსახორციელება და სამარდება რა. თვითონ აი მართლა როგორ შეიცვალა თუნდაც 90 წლების მოყოლებული არა ადამიანის მე. ძალიან შეიცვალა, სხვა თვისებები წამოვიდა წინ. და ასე შემდეგ. და და მე რომ მკითხო იცი რა არის გიორგი ხა საერთოდ მეჩვენება რომ საქართველო არის ურთულესი ქვეყანა თავის დატვირთვით ხა ერთიანი მძიმე და მეორეა რთული ხა მძიმე შეიძლება უფრო მძიმე მდგომარეობა სირიაში იყოს ქრისტიანებს ესე დევნიან გაიგე, მაგრამ სირთულე კიდე სხვა არის, სირთულე ხა წარმოიდგინე, თუნდაც საბჭოთა კავშირი ვახსენეთ დანგრევის შემდეგ რამდენი რამ გამოვიარეთ ჩვენ არა. რაგზას გავდივართ, ხო, რამდენი რამ, ანუ რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, რამდენი ომი გადავიტანეთ, რამდენი მტრის შემოტევა მოვიგერიეთ. ეს სულიერი იქნება მამაო თუ ფიზიკური? სულიერიც ძალიან ურთულესი შემოტევები. სულიერიც და ფიზიკურიც ხო ურთულესი ხო? ანუ ფაქტიურად მე ესე ვიტყოდი რომ აი ბოლო თაობებმა მაინც არა აი უამრავი რამ ნახეს და ერთი ხრი როგორ გითხრა ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვცხრი გამოცდილებაც მიიღეს, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც დაინგრნენ რა. ხო და აი ხანდახან ვფიქრობ რომ კიდე კარგად უძლებს ჩვენიერი და იქ თქვათ შვეიცარიელი რო ყოფილიყო ჩვენ ადგილას ფრანგი არა გაცილებით უფრო მე ესე ვიტყოდი დაინგრეოდა რა ადამიანური კუთხით ხო მაგრამ ფაქტია რა ანუ ერთხელ მასს ერთ ცნობილ მოძღვარს კითხეს რომ რას ნიშნავს რომ ღვთისმშობლის წილხრედრი ქვეყანა ვართო და ჯერ არ ვიციო და მე ალბათ იმას ნიშნავს რომ ჩვენს აწყოვარები ჯვარზე უნდა გავეკრათო ასე რომ ხო ვინც უყვარს იმას სცემს და ჯის ასე რომ ეს რჩეულობა ეს იმას კი არ ნიშნავს დახინებულ ცხოვრებასაც იმას ნიშნავს რომ ძიმე ჯვარს ატარებ მეტად მაგრამ ამ ძიმე ჯვრის ტარებაში ბოროტი სამიზნე ბოროტი სამიზნე ხარ, მაგრამ ამ ძიმე ჯვრის ტარებაში კიდევ მეორებ ეკლესიას თუ არ ჩაეჭიდე შენი აჯობებს. მაგრამ აი ეკლესიის ჩაჭადებაც, რისაც ჩაჭიდებაც არა, რაზეც საუბრობდით. აი ეს უკვე სხვა მოთხოვნებს გვიყენებს რა. აი როგორ უნდა ადამიანი შეიყვანო ამ სამყაროში. კიდევ მეერობ ენა მეჩვენება ხშირად მოძველებულია პათეტიკა აქვს მარტო ეხა წმინდა წერილიდან ფრაზები მოწოდებები უკვე აღარ ჭრის შეიძლება პირიქით უფრო საწინააღმდეგო მართლებით გაუშვას ადამიანი სამწუხაროდ ხო მაგრამ ნუ აი კიდევ მეერობ რა პირადად ეს მიმაჩნია რომ დღეს ნომერი პირველი ამოცანა არის ეს რომ ენა მიდგომა შეიცვალოს იმისთვის რომ გავაგებინოთ რა არის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა ყოველთვის იგივე იყო რაც იყო.
აქ არაფერი არ იცლება, 10 ცნებას რა შეცვლის და სერვირება, მიწოდება და აი გათვალისწინება დღევანდელი ფსიქოლოგიური პორტრეტიდან გამომდინარე ვის აძლევ, ხო? ვის აძლევდა გამომდინარე იცი პლუს კიდე უნდა რაღაც ცოტა მეჩვენება რომ მეტი ადამიანური მხარეც იმდა წამოვიწევს მემეს ჰუმანური მემესმის შენი ბრძოლები მემესმის შენი ეჭვები ხო ზუსტად მემესმის შენი ძალის დამტკიცებას განცდები ხო მემესმის შენი სისუსტეები ანუ ადამიანურად როგორ გითხა აი ყველანაირად უნდა გაუგო მაგრამ ამავე დროს უნდა უთხრა რომ ეს მესმის მაგრამ იმის სიკით არის ღვთაებრივი სამყარო იქ თავის კანონები მოქმედებს იქ მე მესმის ის რომ მაგალითად ხანდახან წყობიდან გამოდიხარ სამართლიანად მაგრამ ჩემო კარგო მაინც უფალი რო ზემოდან გიყურებს რაც არ უნდა მართალი იყოს არა მაინც სიმშვიდისკენ მოგიწოდეს მე რაც არ უნდა მართალი იყო თუ წყობიდან ზემოდან გამოდიხარ და დაახურა თავზე ყველაფერს მე შენ თვითონ გრძნობ რომ არასწორად მოიგეცი მე მესმის ის რომ თქვა სიძვისვნება ახალგაზრდებს ძალიან ებრძვის ეს გასაგებია აგონია ეხა ვინ არის ციდან ჩამოვარდნილი მაგრამ ერთ-ერთი ცნება გეუბნება არ იმნოჩო და ძალიან ხშირად თვითონ ცხოვრებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე შეიგრძნობა უფალი როგორ ჭის სავნების გეხილებისთვის ადამიანს ეს ძალიან ხშირად ფიქსირდება წარმოედგინე შენ მე მიშენი ურწმუნოების გამოვლინებები ის რომ ეხა ღმერთს პირდაპირ არ უყურებ ზემოთ რა იხედო მის გამოსახულებას ვერ დაინახავ ისე როგორც ხედავთ ერთმანეთს ადამიანები მესმის ეს რომ იქ ეჭვები გაჩნდება და მართლა არსებობს კი ის სამყარო არსებობს კი ღმერთი მაგრამ იმის მიღმა უნდა დაანახო რომ უფალეგე პრიმიტიულად არ მოგიწყობს რომ პირდაპირ ურთიერთო რა თქმა მე მესმის კიდევ ძალიან ბევრი რამ აი ვთქვათ უფალს მინდობა რომ შეიძლება გაგიჭირდეს იმიტომ რომ ბევრი საშინელება ხდება ვიღაცა ავარიაში ხდება ვიღაცა ავადმყოფობს ვიღაცას მატერიალური დიდი გაჭირვება აქვს და დიდხანს არ მოდის ეს საშველი და თითქოს იგრძნელია რომ აი უფალს მიენდო მაგრამ აბა გაიხსენე მაინც რამდენი შემთხვევა ყოფილა რომ დახმარება მოსულა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თქვა 90-იან წლებში ისე ირჩინა თავი თვითონაც არ იცის ანუ თუ ოდრავ დაკვირვებული თვალი გაქვს უხედა უფლის ზრუნველობას მაგრამ ეს თუ არ წამოუწიე წირო არის მეორე მხარეც გაიგე სადაც შენი ბრძოლები იწყება და მხოლოდ ისე მოხვედი გაიგე ესეთი პათეტიური დარიგებით არა ეს უკვე აღარ იმოქმედებს ასე რომ აი იმის მიღმა კიდევ ამერებ არის უკვე აი ეხა არც თუ იშვიათად აღმინიშნავს რომ ახასნაირი ფსიქოლოგიური რელიგიის დრო მოვიდა თითქოს ანუ აი ადამიანის ბუნების კარგად გაგებამ და წინ უნდა წამოიწიოს და აი იქ უკვე უნდა გააცნო ეს მართლმადიდებლური სამყარო აი ეს არის შველა მაგრამ კიდევ ამერად ეგრევე რო აჯახოს ეკლესიური მიდგომები მოწოდებები პათეტიური ტონი გაურიო არა ეს თერიქ შემთხვევაში პირიქით უკუ რეაქციას იწვევს და მე ესე ვიტყოდი ეკლესიის ანტირეკლამა არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოაყალიბე საკმარისად რთული თემაა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად შევეცი დიახ იცით რატომ მე რა მაინტერესებს იცი აი თუ ადამიანის მდგომარეობაში არ შეხვედი და სტანდარტულად მიუდექი რომ ვის რა არგებს აი მაგალითად ამის წირო მოვიდა და იმასთან რომელმა წყალმაც გაჭრა იგივეს შემდეგ შეიძლება არ შესთავაზო და უნდა ჩაუღრმავდე შეიძლება იგივე გაჭრის ამასთან მაგრამ შენ ზუსტად უნდა იცოდე არ უნდა აგიცდეს აი ხა ექიმა რომ ერთი ავადმყოფით ისა შემოსაზღვროს დანარჩენიც ა სიტყვაზე მე რომ მომცა ასპირინი დანარჩენსაც არ შეიძლება აი ყველას და სხვათა შორის მამო ის ყურადღება და ის ეკლესიაში უფრო მეტად ტოვებს ადამიანს ვიდრე აი რაღაცა სტანდარტულად რომ აი მოგდი ამაზე ვიცი რომ მამები ადებენ 15 მეტანიას და ამასაც 15 მეტანიას მივცემ. ანუ სწორი არ იქნება მამო, იმიტომ რომ ინდივიდუალურად თუ არ ჩაუღრმავდი, ღმერთი ესეთი ინდივიდუალურია ყველასთან.
მე ზუსტად იმას მიკეთებს, მე რამდენსაც ავწევ იმას ის და აი ესეთი რაღაცა, ეს გათვალისწინება მამაო სხვათა შორის ჩვენ სწორი ბრძანდებით მაგაში რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე ჩვენგან და იცით რა არის რანაირ აი რაც არ უნდა ცუდი ხე იყოს მასალა ყველა ვარიანტში რაღაცა გამოითლება და ჩვენ მამა უნდა ვიცოდეთ ეს რომ რომელი ხისგან რა გამოვთალოთ ეხლა იგივე ხიდან რაღაცა ძალიან მაგარი ხიდან ჯვარი რო გამოდის შეიძლება ვერ გამოვიდეს რაღაც სხვა რაღაცა ხო ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ადამიანებისგან ვინ რას აწევს ხო ამ შემთხვევაში მამა აბა აი რითი უნდა დაიწყოს მამა მოძღვარმა თუნდაც იმ ადამიანმა რომელიც სხვასთან ურთიერთობს მამა უნდა უჭირთ ურთიერთობა მამა ეხლა თქვენ რასაც ამბობთ ეს ქუჩაში სხვაგანაც ხდება სამსახურებში ხდება, ეკლესიაში რაც ხდება, ის ხალხი ეკლესიაში რომ მოდის იქამდე, სამსახურებში ესე სახლებში ხდება უკვე, რომ დედაშვილს ერუგებს, ძმა დასვე ერუგებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იცით რა, მამო, ერთი პრობლემა კიდე რა არის, ძალიან დიდი ბოდიში ერთი სამი გამატერიალიზდა ადამიანი. და აი მატერიალურ უფრო წინ წამოიწია და ეხლა მე მამა დავიცე, მაგრამ უფრო შეიძლება აი ეს ტელეფონი მივაქციო ყურადღება, იმიტომ რომ დამიკარგე სიტყვას ტელეფონი. იმას კი არ ვფიქრობ, მამა დავითი არის და მე რა ტელეფონი. არა, აი ეს რაღაცა 500 ლარიანი ტელეფონი შეიძლება მერჩივნოს. ხო მიხვდით, მამა, აი რა პრობლემაა რა. აი ეგეც კიდე რა, მე ადრე ვამბობდი რომ ყველაზე უკან დაწია ტექნიკამ. ხო და ეხლა გულახდილად რო გითხრათ ეხლა ამ მობილურმა მე მგონი მონასტრებში შეაღწია და ხო ანუ ჩვენ მოგონება მოიპარა საერთოდ მოიპარა და მე მგონი არის კატეგორია მონაზვნებისა ბერებისა რომლებიც მიჯაჭულები გახდნენ და მე მგონი იხვეწებიან კიდევაც რომ ინტერნეტი გამორთონ იქ ხო და მე წარმოიდგინე რა დონის საცტურია რა ეს მაგარი საცტური ძალიან დიდი ანუ ფაქტიურად ეხა რა ჩივილები ისმის ჩივილები რომ ნარკომანები გახდნენ ხო მოზარდები ამისი და რამდენი უარყოფითი მოიტანა ეხლა გასაგებია 21 საუკუნეა და ვერ გადააგდება ამას ბევრი ღირსება აქვს მაგრამ ეს ღირსება შეინარჩუნა შემოიფარგლო და ძალიან დიდი უარყოფითი რა მოაქვს არა ხო და ნუ ასია თუ ისეა რა თქმა უნდა აი ეს ყველაფერი რასაც ვიძახით ეს ყველაფერი არის გასაანალიზებელი რა იგივე რომ ერთმანეთის არ ესმის ადამიანებს და ფაქტიურად ყველა მიმართულებით ადამიანი მე რომ მკითხო გაპრიმიტივდა მაგა ძალიან ხო რა ვიცი კი იძახია რომ აი როგორ გითხრა თანამედროვე თაობა მოდის არ არის ზანდაცემულია და თან ზნედაცემულია ზნედაცემული და მე ეხა როგორ გითხრა იცი ეხა ჩემი დაკვირვებით სიმღერა არ იწერება რომელიც მოგეწონება ფილმი არ იღება იმიტომ რომ კოკასაშინა რაც ადგას იგივე გადა იმას სხვა სიღრმე ჭირდება ეხა იმას სხვა განათლება ჭირდება ეხა აი შეიძლება ვიღაცას ეწყინოს აი თანამედროვე მომღერლებსაც რო უსმენ ხო აი გაცილებით უფრო ტკბილი ხმა მოდიოდათ ლირიული იყო თბილი მათი შესრულება ერთევე სიმღერას ასრულებენ ხო თითქოს და ну თითქოს სწორად ასრულებს მაგრამ სუსხვა იყო რა ის ეშხი წარმოედგინე შენ იმის მიღმა რამდენი სფეროა რომელიც აი გაპრიმიტივდა ეხა ივანე ჯავახიშვილის დონის ისტორიკოსი დღეს არის ან რეზოლარიძის დონის კომპოზიტორი ან მეცნიერები რო იყვნენ წარმოედგინე რა დონის ეგივე ხა დიმიტრი უზნაძე რო აი ხა მაგდონის წოდნე ხა დღეს შეიძლება რომ რაღაცნაირად გაჩნდეს ამ სამყაროში ან წერლები რო ავიღოთ ხა დოსტოევსკის დონის წარმოედგინე რა ხო და ასე რომ ხა რო ამბობენ რომ ადამიანი ვითარდება და უფრო ჭკვიანი თაობა მოდის და ჭკვიანი შეიძლება მოდის პრაქტიკული კუთხით ხო არის სხვათა შორის თავს არ მოიტყუებს და ბევრ ამას არ გაგიტარებს რასაც ჩვენ ვატარებდით და ძალიან ისეთია გათვლილი აზროვნება აქვს მაგრამ სხვა მიმართულებით კაცობრიობა ძალიან უკან წავიდა ჩემი აზრი ესეთია ასე რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო წინ წასვლის მაგივრად უკან მივდივართ და ეს არის რეალობა ეს
მაგრამ ჩვენ ახლა რო ვატარებდით ხოლმე ჩვენი თაობა სიტყვაზე, ესე რომ არ ატარებენ ამით, აი როგორ უნდა მიხვდეს მამაო, მოგერითი როდის მოიგებ მამაო. ხა ხშირად ყოფილა რომ დაგითმია და უფრო მეტი მოგიგია და სხვათა შორის დათმობისას უფრო მეტს იგებ. მაგრამ ეს რაღაცნაირად მოტივირებული არის ეს ახალი რაღაცა აგრესიული მოტივაცია აქვს რომ აი შენ რა უნდა დათმო და ეს სამყარო შენია ჩვენი დრო მოვიდა და ესეთი რაღაცები ჩვენ დროს არ იყო მამაო ესეთი რაღაცები ხოლმე ესე არავინ არ გვატყუებდა რომ მიდი შენ ხელშია მომავალი რაღაცა ლოზუნგები და ისინი ძალიან ურთულესი ის აქვს მამაო რითაც ადამიანი ძალიან ტყუდება მამაო და ზარალდება ყველაზე ცუდი რა არის იღუპება ხო, ნუ ესეც არის კი ზარალდება ახლა და საბოლოო ჯამში ახლა როგორ გითხრა. ხარაც არ უნდა ლოზუნგები იყოს. ქრისტიანობა კიდე რაზე დგას, რომ ხედავ რომ უამრავ სიტუაციაში ხარ უმწეო, რამდენიც ამ და იბრძოლო. ეცაფერი არ გამოდის. აი ძალა ხმარხლავს. რამდენიც ამ და იბრძოლო ახლა მეზობელ სახელმწიფოს. გამოგიორა მე. აფერი არ გამოგიორა. რამდენიც ამ და პოლიტიკოსები ხიმანდრონ და აქცები მიომოაწყო ხშირ შემთხვევაში შეგრძნება რომ ეპსორაგეთება. აბსოლუტურად. პირიქით, მამა. პირიქით ხო და რა ბოლო იმედი ვისაც რა ქონდა, ისიც ჩაუხრჩეს, ხო? ხო, აი ფაქტიურად, ანუ საერთოდ აი ეს არის უზულურებაში ხდება სულ ყოფილი ჩემი ძალა. როდესაც უკვე ღრმა ანალიზი მიდის, უკვე რელიგიურ ჭრილში გადადიხ, არა პოლიტიკურ ჭრილში, არამედ რელიგიურ ჭრილში. ხო, გზა არის. ხო, ეხლა საბჭოთა კავშირი რო დაიშალა რა, ვინ დაშალა? იმათმა რევოლუციონერმა თუ შინაგანმა კანონებმა უფალმა მოინდომა დაიშალა ხო ისე რომ 80-იან წლებში რას არ მოიდგენდა საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა მაგრამ რამდენიმე წელიწადში დაიშალა ისე რომ შენ თვითონ წარიც კი იყო იქ რაღაცა ეს 9 აპრილი იყო ეს მაგრამ ძირითადად დაიშალა რითი რომ თავისი დრო მოჭამა ხო ანუ ადამიანები შეიძლება დამეტებენ ამ თავის როგორ გითხრა შესაძლებლობების ჩქარობენ მამო ხო ჩქარობენ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი გონია რომ შეუძლიათ და საბოლოო ჯამში ქრისტიანობა რა გეუბნება რომ არაფერი არ ახარ საბოლოო ჯამში ერთი უმწეო გონება შეზღუდული აბა ცოდვილი არსება ხა ღვთის გმობელითან მამა ყველაზე ცუდიც ეგ არის კიდე შეიძლება ეს რაღაცები გქონდეს მაგრამ ზემოდან კიდე რომ შენი საქციელები და შენი ამ იმით ღვთის გმობელი ხარ მამაო და მოწინააღმდეგე პირდაპირ რამდენი ადამიანი გამოდის მამაო და სხვადასხვა ამაზე მინდა კითხოთ რომ მამაო ბოლო 15 წუთი დარჩა და აი ის მომენტი რომ სიტყვაზე ვიღაცა ადამიანები ვინც მორწმუნეები არიან ვისაც წამს ხო ამ ყველაფერში ერევიან მამაო და თავის შხამს და სიბოროტეს აფქვევენ მამა. ეხა აი ცეცხლის გადმოსვლა და ის რო იყო მამა წარმოიდგინე. ერევიან აი ადამიანები როგორი გულით მიდიან იქ ადამიანმა მითხრა თელი წელი ფულს ვაგროვებდი რომ ამ ცეცხლის გადმოსვლაზე წავსულიყავ. კულაბას და იმას და ვიღაცა გამოთან ჩვენიანი ქვია ზოგს მამა ვიცით რამდენი ჩვენიანი ჭალებში ეგ რა ჩვენიანია მაგრამ სიტყვაზე ესო არ არისო წარმოიდგინეთ აი როგორ შეიძლება ეს დადგმული სპექტაკლი არისო ხო აი მამა ეგ თან ყველაზე მაგრა ებრაელებს თვითონად ნეტა ეგრე იყოს ებრაელები მაგას ვერ გაურბიან ნეტა ეგრე იყოს მილიარდებს გადაიხდიან მაგაში რომ ეგ მოხდეს ու დაგვიმტკიცონ რომ თვითონ ვითომ ამდენ ხანს ვიღაცა ჩვენ ვატყუებდით მამა ჯერ ეგ იმ ხელა სასწაულია მამა აღდგომა თვითონ ღმერთს არ გაუჭირდება რომ ნებისმიერ რაღაც მოავლინოს თავის დღეზე წარმოიდგინეთ მამა რამ ხელა სიბოროტეა ხო იცი რა არის გიორგი საერთოდ ნუ ეხა არის ცნობილი გამონა თქვა უგულურმა გულსაშინათვის არ არის ღმერთი ხო აი ხო მაგრამ რა არის სადღაც მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დღეს რა არის რომ აი სასწაულები უნდა შეკრიბო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში რაც ყოფილა რაც დაფიქსირებულა წინვა დაულაგო აი როგორ ახსნია მას ყველა თქვენ ხო წეღა რასაც ამბობდით რომ აი ჩამორჩითო და ვერ ჩამორჩით ერთ-ერთი მიმართულება ეგეცა სხვათა შორის აი ხა ათეისტებიც ხო აი თქვათ ათეისტები კი ახლა მითხრეს ჩემო მრევლმა მითხრა რომ ახლა ათეისტი გია რომ აგნოსტიკოსი დამოვიდა რაღაც კუთხით ანუ
მე არ ვიცი, შეიძლება არსებობს, შეიძლება არ არსებობს. ისე კი არ არის. გაწყენინებს. ხო, მოკლედ რა, იმასაც ტოვებს და იმის და ხო წარმოიდგინე ეგრევე გადიხარ და უფლის წინაშე რო ხდები, რომ იცი რა, ეჭვმეპარებოდა შენ არსებობაში, ამიტომაც არ ვიმარხული, ამიტომაც თქვათ არ წავედი სრულყოფის მიმართულებით და ქრისტიანული სათნოებები ვერ გავითავისე და უფალი უწევ იყურებს და ეხლა როგორ ფიქრობ, ეხლა მაგის აი ეს ნერთვილი პოზიცია იქ გამსვლელი იქნება, არა? ესეც უკვე პრიმიტიული აზროვნებაა, მაგრამ რაღაც ვირაშმაკულად კომფორტული. ვირაშმაკულად კომფორტული, ხო და მაგრამ აი იგივე რომ ავიღოთ, აი ეხლა რაზეც დაიწყე საუბარი. ეხლა ჯერ ყველაფერს თავი რო დაანება, ეხლა ეს ცეცხლი რო აინთება ხოლმე, არა? რო უყურებ, რო აი რო მიიტანენ თმებთან წვერთან და რამდენიმე წუთის განმავლობაში არ წვავს. აი სხვა თვისებები ეძლევა ხო? ეს აი როგორ შეიძლება ეს ახსნა? ან კიდე რომ ჩხრეკავენ არა, იქაც შედიან არაფერი ალებადის არ არის ხო საშუალება რა. იმის მიღმა კიდე ხა რამდენი სასწაული პირადად მე წამიკითხავს, გამიგია ყოველფეხის ნაბიჯი შეიძლება არ ვარ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც ხდება სასწაული, რომელსაც ვერ ახსნი თუ არა უფლის სასწაული. დღეს სასწაულია. ო ვერ ახსნი, გაგიდა ეს ყველაფერი არის რაღაცნაირი შესაკრები, მაგრამ აი იმდენად ქელკანიანი ადამიანი და იმდენად შუნგია, რომ აი იმდენად უბნელებს ეს მაგიგონებას, რომ ზოგჯერ აი ფაქტები მოგყავს, გაგიდა ამ ფაქტებსაც აი სულიად ცხადია რა, მაინც ჭკუა ეკეტება და ამ ფაქტებსაც გვერცულის რა. რო უთხრა, აბა როგორ ახსნი არა, სხვა თემაზე გადართავს საუბარს და იტყვის რომ ვიღაცის გამონაგანია მაინც ეს ყველაფერი. ნუ აი როგორ თქვა რა, ეს შეზღუდულობას ადამიანის გონების ზოგჯერ არ აქვს საზღვარი. არა, ზუსტად. ბოროტმა რა შეიძლება როგორ დღეს შეიძლება და დაგამსგავსო და მამაო თუ შეიძლება მამაო დღევანდელი ადამიანის ცხონების საკითხი რა. ეს ყველა ადამიანი ღმერთმა გააჩინა ცხონების. რამდენად აი ამ გონებით ჩვენში ხო აზროვნება ცხონდება და საქციელი ხო? მეტი არა, მეტი ძალაც აქვს ადამიანს ხო? აი ამ აზროვნების ადამიანი რამდენად ცხონდება მამაო და ამ ნაბიჯების გადამტკ. აი როგორ გითხრა რა, ცხონები საერთოდ საფუძველი დარჩა ერთი. ეს მე-18 საუკუნეშიც ესე იყო, მე-13 საუკუნეში და 21-ში. რა ვთქვი ახლა, სულიერი განმავლობა არ იცვლება. ცხონის საფუძველი რა არის, გიორგი, ახლა ჩემთვის ძალიან წლებთან ერთად გამარტივი და რა არის სულიერება. სულიერება რა არის? სულიერება არის, როდესაც აი სულ გახსოვს ღმერთი. აბა. და შენ აზრებს, ფიქრებს, ქცევას ასწორებ იმის დამიხედით უფლისთვის სათნო რა არის. აი მაგალითად სუფრაზე მოხდი, ხო? და გინდა რომ საკუთარი თავი წარმოაჩინო. და თქვა და ეხლა მე კარგად ვღერი, ან კიდე ლექსები ვიცი, ან კიდე და ასე შემდეგ. გასაგებია რომ ძალიან პატიმოყაროა ადამიანი, მაგრამ სულიერ ადამიანი ხშირად ჩერდება, გაიგე, იმიტომ რომ აი ეს საკუთარი მეს დღესასწაულოვი არ განახორციელოს. განგარის სამართლიანად ხო, სულიერი ადამიანი მას ცდილობს რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს, არა? განიკითხავს სხვას აკრიტიკებ, ხო? არა, მე გახსენდება რომ მე ვინც გავაკრიტიკე და განვიკითხე, არა, იგივე მე თვითონ გავაკეთე. იმის მდგომარეობაში მე რა ვიცი, რას გავაკეთებდი. მთელი შემთხვევაში ჩერდები. ანუ მე რა მინდა თქვა, რომ სულიერების საფუძველი ეს არის, სულ ღვთის ხსოვნა გაქვს და ამის დამიხედით ცხოვრობ. მე სისუსტეებს, აი რითაც დავიწყეთ, ანალიზებს, რა სისუსტეები გაქვს. ღმერთი რას მოითხოვს შენგან? თავარი იდეა რა არის ჩვენი ამ ყოველთ მოვლენების, გავხდეთ უკეთესები. აი რომ დაგბადა რა, ბევრი სისუსტე არის შენში ჩადებული, რამდენი უარყოფი თვისება ჩვენ გამოყოლია თქვათ მშობლებისგან, არ დაგვიფიქსირებია წინაპრებისგან, ხო? რომ ეს თვისებები გამოასწოროთ, რამდენი ზოგად ადამიანური ბუნება ისე მოწყობილი, რომ რამდენი ვნების გახელებისკენ ვართ მიდრეკილი არა? და ამისთვის რა არის საჭირო? შეიმეცნო საკუთარი თავი და მე იმუშაო, რომ უფრო უკეთესი გახდე. აი ეს არის ცხონების საფუძველი. ეკლესიით ამისთვის არის. აღსარება, ლოცვა, ზიარება, ამას ემსახურება, რომ უკეთესი გახდე.
შენ ახლა გინდა აჟერ ეზიარე თუ ერთ იგივე ადგილს ყებნის რა იზიარება გიშველი შენ. ანუ ფაქტიურად ცხონების საფუძველს შენ ხარ მოკლებული. და აი ეს დარჩა იგივე, რაც იყო მე-13 საუკუნეში, მე-18-ში და ეხლა 21-ში. ანუ აი ეს არ იცვლება. ამის მიღწევა ეკლესიური მადლის გარეშე არის შეუძლებელი. ეხლა ჩემი დაკვირვებით არ არის ეს პათეტიკა. ამიტომაც შეიძლება ეხლა ფსიქოლოგთან მიხვიდე, გაიხსნა იმან, კარგი ჩეოდარგები მოგცა, მაგრამ იქ ძალა არ არის. ის მადლი არ არის და ეს მადლი რო არ არის, გარდა სერიოზულ გარდატეხაზე იქ ლაპარაკი ზედმეტია. ხო და აი ეს საფუძველი არის ეხლაც რა კიდევ მეორე რაც არ უნდა გამოწვევები იყოს სხვადასხვანაირი არა თუ ადამიანი ამ აზრამდე არ მივიდის რომ ღმერთთან ჩაუშვას ღუზა და დაიწყოს საკუთარ მუშაობა და ის რომ უკეთესი გახადოს საკუთარი მე არა ჩათვალე რომ ის ერთ მიწას დგებნა ფაქტიურად პრიმიტიულად ასრულებს თავის ცხოვრებას და მოღვაწეობას. და კიდე აი თუ შეიძლება 4 წუთი დარჩა ბოლო რომ კიდე რაღაცები მაგ ხრივ გითხრათ რა დაგვარიგოთ იმიტომ რომ ძალიან საჭირო რჩევებს იძლევით ახლა. ხო, გამნიშნავანია კიდე აი დრო. გაგვიქცა. დრო გარბის მინდა სევასტინა ყარაგანდელი ამბობდა დაკარგავ დოს, დაკარგავ ყველაფერს. დრო ანუ დრო იმაში კი არ უნდა ფანტარო ეგ გასაგებია ხა ახალგაზრდა ხარ და ხანდახან შეიძლება კლუბში შეხვიდე და გაერთო და ის მაგრამ მე დროთა განმავლობაში არა ეს სხვათა შორის ღმერთთან ურთიერთობა ამასაც გულისხმობს სულ საზღვრავ რომ დრო გაატარო ისე როგორც უფალს უნდა და შენთვის შედეგიანი იქნება ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მე უკვე ქრისტიანულ სრულყოფის სწავლა სწრაფა ამასაც გულისხმობს დროს გამოყენებას უფრო სულიერი თვალსაზრისით. დიახ, აი რა უნდა იმას ვქნათ მამაო, რომ თვითონ ადამიანიც რომ ფეხი აუწყოს აი იმ ყველაფერს, რასაც თქვენ ამბობთ, იმიტომ თქვენ წეგან თქვით, რომ აი ღმერთის იმას უნდა აი შენი სწორება უნდა იყოს ღმერთზე, ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ რა გვაქვს, იცით მამაო, სწორება შეიძლება რაღაც მომენტებში იყოს, მაგრამ როცა ჩვენი ინტერესებს, ნებებს რაღაცებს ეწინააღმდეგება რაღაცეებში მე უკვე გადავხოთ ხოლმე და ისე ქრისტიანებად მიგვაჩნიათ. აი აქ უკვე აი რაზეც ლაპარაკობდით ეს უკვე ხელოვნებაა. აი აქ უკვე უნდა ჩართო რა იცი აი ინტუიცია ფსიქოლოგიური სულიერი აი როგორ უნდა დაელაპარაკო ადამიანს აი რაც თქვი რომ აი ფსიქოლოგიური რელიგიური სტრო მოვიდა ანუ რა იგულისხმება რომ აი რო ეუბნები მაგალითად რომ უნდა გაიცნო ხო უნდა გაიცნო და მე აი მან სხვადასხვა მიმართულებით უნდა წახვიდე ერთ-ერთი მიმართულება რა რაც გითხარი აი მე მესმის შენი განცდებით მაგრამ აი გაახელებ ნებები ძალიან ხშირად სასჯელი მოდის მე შეიგრძნობა აი თქვათ მარხვა და წარმოიდგინე მარხვა დაარღვია ადამიანმა ხო იმ მომენტში სიამოვნებს და მე აი ფიქრობს რაზე დავხურდავდი აგიდე გამოვიდა ზედმეტად წყობინა და დაახურა თავზე ყველაფერი. აი იმ მომენტში აუ გავაშებულია და მე უკვე ნანობს კარგი რა თავი შემიკავებინა და იმ ბოდიში და ვიღაცასთან დაეცა ხო და იმ მომენტში აი მხოლოდ მიზიდულობა და მე საკუთარ თავი ეზიზღებათ ხშირად და ის ვისთანაც დაეცნე. რამდენისგან გამიგონია ეს წარმოიდგინეში. ხო, მაგრამ აი ესე უნდა მიუდგე, რომ აი ადამიანურად მესმის, მაგრამ აი იმ სიამოვნების, იმ მიმზიდველობის მიღმა უკვე უფლისმიერი სასჯელი მოდის. იქ არავის არაფერი არ შერჩენია. აი ცხოვრებისეული ფაქტები უნდა მოუყვანო, შენი გამოცდილებიდან, მაგრამ კიდევ მეორე მარტო მოწოდებები არ კმარა. მეგობრულად და თან მეგობრული ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა პირადად ეხლა ჩემი ერთ-ერთი ხაზი რა არის, რომელმაც ძალიან როგორ გითხრა რა იმუშავა ეხლა დავამთავრებ უკვე წავიდა რომ როცა მოდიან ეუბნები რომ რასაც მეუბნები ეს ბევრჯერ მაქვს მოსმენილი მარტო შენ კი არა ხარ ყველა ციდან არავინ არ არის ჩამოფრენილი და მესმის შენი მაგრამ
იმის მიღმა არის კიდე სულიერი კანონები, რომელსაც ჩვენ ვერცვლით. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის, აი ამ თემასთან დაკავშირებით, ეხლა ბოლო რაც იმას კიდე ნარკომანიასთან დაკავშირებით, ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, აუცილებლად გავაკეთებ. მე შემდეგ გადაცემებში აუცილებლად აი ამ ორზე ვილაპარაკოთ. ძალიან საინტერესო იქნება. გიორგობას გილოცავთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის. პატიმრებს განსაკუთრებით გილოცავთ, იმიტომ რომ ტყვეთა განმათავისუფლებელი არის და ძალიან შემწიარი და სხვადასხვა როცა აწამებდნენო პატრიარქმა იცის ხოლმე თქმა რომ ზეციდანო ხმა მოესმაო რომ უფლისო რომ ნუ გეშინია გიორგიო მეო შენთან ვარო და ყველა გაჭირებულმა იცოდეთ რომ ღმერთი არის ჩვენთან ყოველთვის 10 არ უნდა ტკივილი იყოს და ის მით უმეტეს ტკივილისას ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ მე გახდით გიორგი დარასელია მამა დავით ცისქიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი რომელიც აი არაჩვეულებრივ დიდი მადლობა მამაო რომ ხართ ამ ქვეყნად საერთოდ უღრმესი მადლობა ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებთ იმიტომ რომ ბევრი წერ თქვენზე რომ ესეთ რაღაცა ეხმარებით ძალიან ბევრ ხალხს თქვენი არსებობით და მადლობა ამისათვის და ბედნიერებას გისურვებთ ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 9:08-ისათვის საინტერესო